ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი, სადაც ნახავთ გელაია კორძაძე როგორ სვავს ჩაის. აჰა, კარგი იქნება ახლა ასეთი გადაცემა ილიას მიმართავ თოფურიას. ეს რო იყოს ჩემი გადაცემა და ასეთი მონოლოგი რომ მქონდეს. კარგია, მოგწონს ეს? ასე გააკეთე შენ. აბა მოვემზადეთ, ჩაუჯექით, ლუდი, ამბავი, აბა საგულშემატკივრად ვინ გაცალა? აბა და მორჩა. ეს რა იყო ბიჭო, ეს რა იყო? პირველივე რაუნდში ნოკაუტი. შენ გენაცვალე ირია. რა თქმა უნდა ასე უნდა გაგეკეთებინა. ვიხუმრე კაცო. ჯიგარი ხარ, ნამდვილი ლეგენდა ხარ, ორი ქამრის ფლოველი ლეგენდა ხარ. მაგრამ ერთი შესწორება მინდა შევიტანო შენს ქცევაში. აი ბოლოს ეს ყავის მას რო აკეთებ. ასე. ხო, ეგ არ მომწონს. ყავის დალევას დრო უნდა ძმაო. ნელ-ნელა რაღაცა ასე შვიდად წყნით შეიძლება შოკოლადი მიაყოლო, რაღაცა ბლომანჟე, რაღაც გემრიელად და შენ ამ მოტოქეებს უცებ ამარცხებ. უცებ გამოვუგებ, მოვუგებ, გამოვიდა, მოვუგო, უცებ. არ უხდება. შეცვალო უნდა ეს ჟესტი ყავის დალევის. აი მაგალითად ოლივეირა ისე მალე დაამარცხე რომ ეს ჟესტი კი არ უნდა გაგეკეთებინა ნელ ყავის დალევა არა მაგ გამარჯვებას აი ეს ჟესტი მოუხდებოდა აბა ხოლო ვოლკანოვსკის რომ მოუგე იქ ეს ჟესტი ასე, ну, იმიტომ რომ იქ ცოტა დრო დაგჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, UFC-ს ყველა წონის საერთო რეიტინგი რომ განახლდა, პირველ ადგილზე ილია თოფურია. მესამეზე მერაბ დვალიშვილია. ბიჭებო, ეს მახაჩევი არის შუაში გამოჩხერილი. რამე უქენით რომელიმე გეხვეწები რა. ძალიან ბევრი კადრი გავცელდა ბრძოლის თუ ბრძოლის შემდგომი. ყველას რა თქმა უნდა ვერ გაჩვენებთ ძვირფასო მეგობრებო, თუმცა რამდენიმე მაინც მოვახერხეთ და შევარჩიეთ და რა თქმა უნდა ჩვენებურად შევფუთეთ. ვნახოთ ვიდეო. He's already busted up. Out cold. დამთავრდა წაიცავს. ედაშენს რა უთხრა ბიჭო? არა ვარ ბატონო მე ის კაცი. მუშა. გამოგვიხსნე ბიჭო. მუშა, რა მოგიედა ბიჭო? მე ნახევარი ძალი დავარტყი. აგერა ხალხი და კითხეთ. სხვათა შორის ამ ბრძოლის შემდეგ თუ რას აკეთებს ისლამ მახაჩევი, ამის ამსახველი ვიდეოც გავცელდა, ამასაც განახებთ დიდი სიამოვნებით. ვნახოთ ვიდეო. ამადა ჩაბარა! გადავიდეთ ახლა მეორე მეგრელზე. რომელმაც იქვე ამერიკაში მესი 4-0 დაამარცხა. ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა ბიჭმა, კვარამ, დაგლიჯა, ძალიან კარგი დრიბლინგები ჰქონდა, სასწაული იყო, წინ, უკან, მოკლედ ძალიან მაგარი იყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჰაკიმმა აჯობა. არა, თამაშით კი არ აჯობა, კაცო. თამაშით აღარ გეკადრებათ, არა. ჰაკიმი უფრო ადრე მივიდა მესისთან მაისურის გასაცვლელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღეს მინდორზე ოქროს ბურთის 3 კანდიდატი თამაშობდა: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და მესი. ხო რა, აქამდე თუ აძლევდნენ, ახლა რატო გაუჭირდებათ, ვერ მიცემენ ვითომ რა. ჩემ მეგობარ ვახო ბოლოთაშვილს ჰქონდა დაბადების დღე, ვერაფერი ვაჩუქე და ამ ხუბრობას ვჩუქნი საჯაროდ და საქვეყნოდ. მოკლედ, ჩემო ხვიჩა, შენ მინდა ახლა რომ მოგმართო, ვიცი მაგ ტურნირს მოიგებ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. ხო იცი როგორ არის ნათქვამი? ფრთხილათო რეალს არ ძინავსო. აბა, ხო გაგიგია? და ვინიცობა მოგიწიოს წამოსვლა, ხურდა აიღე, ხურდა და ასე ოკეანეში ტკლომ გადააგდე.
რომ მალე 20-26 წელს ისევ დაბრუნდე ამერიკაში უკვე ნაკრებთან ერთად. ესე იგი, ამერიკაში ქართველების ჰეგემონია გრძელდება, ილია, მერაბი, ჰალკი, ახლა ხვიჩა, ხო და რა ვიფიქრე იცით? ამ ამერიკელებს ხო უყვართ ეს ფილმების გადაღება რა. დავფიქრდი და ამ ყველაფრიდან ჰოლივუდური ფილმი არ გამოვა. იმიტომ რომ ამ ჰოლივუდურ ფილმებში რა ხდება? ჯერ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, უნდა გვატირონ, დაგზაფრონ და ბოლოში არის ჰეპი ენდი, ხო? მერაბმა რა ქნა, ეგრევე მოახრჩო. ილიამ 1 დაარტყა და დაანოკაუტა. ჰალკმა შეისეირნა და 5-0 მოიგო. ყვარამ 4-0 მოუგო მესის. ერთი რაც შეიძლება გამოვიდეს ამ ყველაფრიდან, ჰოლივუდური ამერიკული ფილმი არ გამოვა. აი ბრიტანული რაღაცა გასართობი კომედია თუ გამოვა. აი იცით როგორი? ბენი ჰილის მაგვარი. ბენი ჰილი ხო გახსოვთ? მივიდა ილია მოიგო ჰალკი ჩამოვიდა ჰოპ 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 გადაუწეთ მერაბმა მოახჭო აი ეგრე რადგან ბრიტანეთში გადავინაცვლეთ გეტყვით რომ გიორგი მამარდაშვილი შეუერთდა უკვე თავის ახალ კლუბს მერსესაიდულ ლივერპულს სხვათა შორის ინგლისში ჩასაფრენად ლივერპულმა თავად გამოუგზავნა თვითმფრინავი მამარდას. ნუ რა თქმა უნდა ეს ძალიან მაგარი ჟესტია და ეს კიდე ერთხელ მეტყველებს რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ძალიან დიდ პატივს სცემენ ჩვენ მამარდას, მაგრამ აქვე მინდა ამ თვითმფრინავის პილოტებს მივმართო. შორს არ წახვიდეთ ძმებო. ვარჯიშებზე ეხა მამარდა ისეთებს ჩაატარებს, ისეთ ამბებს დაატრიალებს. ერთი ბრაზილიელი კაცი გეყოლებათ საუდის არაბეთში გადასაყვანო. და ბოლოს ამ უახლოეს პერიოდში რომ გადავხედოთ გამარჯვებებს, წარმატებებს, ჩვენი ძუდოისტების, ილიასი, მერაბის, საგინაშვილის, ხვიჩას და სხვა ბევრი გამარჯვებების გამო იცით სოფლიოს როგორ უყურებ? აი არა, მოიცა, არც ეს ვარგა. აი ნახოთ ფოტო. აი ასე უყურებ. თქვენ კი გამოიწერეთ პანამას YouTube არხი და იქ ნახავთ როგორ წვალობს გელაია კორძაძე ფოტოშოპში ჩემს გვერდით რომ ჩაცხაროს თავის თავი. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. და ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა და ფაქტი, ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორია ლუდი ესტრეა დამ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან სტუდიაში, უგემრიელესი და ძალიან სასიამოვნო. ახლა რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო აქტუალური სტუმარი მყავს, მოკლედ დღეს ჩემი სტუმარია იუთუბერი და UFC-ს მომავალი ჩემპიონი ლაშა მესხი, იგივე დინამიტი. არაფეთრე ეხლა, არაფეთრე. მოკლედ, გამარჯობა ლაშა, დიდი მადლობა რომ მოხვედი. სანამ საქმეზე გადავალთ, პატარა კითხვა მექნება ასეთი, შენი აზრით 100,000 გამომწერზე უფრო მალე ახვალ თუ UFC-ს ტოპ 15-ში უფრო მალე შეხვალ? 100,000-ზე უფრო მალე ავალ წესით, იმიტომ რომ 20,000 გამომწერი მიკლია, მაგრამ UFC-ს ტოპ 15-იც იქნება. იქნება? ძალიან მაგარია. დიდი ხანი არ იყავი საქართველოში, ყველაზე მეტად რა მოგენატრა? ყველაზე მეტად ხინკალი ალბათ და ჩვენი ქართული კერძები რა. ხო, იმიტომ რომ ლას-ვეგასში ვცხოვრობ და იქ არ გვაქვს ქართული კერძები სამწუხაროდ არაფერი. ხინკალს არ აკეთებენ. ხინკალი და უფრო აი ქართული ის. ლას-ვეგასში პელმენებიც არ არის? სხვათა შორის მერაბს აქვს ხო შეიძლება ვთქვა მერაბს აქვს კომპანია. ხო. ესეთი კომპანია ქვია ნამუ. ანუ მერაბიც არის ერთ-ერთი მეწილე და შეიძლება ამაზონიდან რომ გამოიძახონ და მოდის გაყინულ მდგომარეობაში და ეხა თელ შტატებში დაამატეს და აწი უკვე ლას-ვეგასშიც შეგვიძლია რომ ლას-ვეგასში მაგარია. საკმაოდ პატარა იყავი ამერიკაში რო წახვედი. 20 წლის რო წახვედი. როგორც ვიცი, მარტო წახვედი. მარტო წახვედი. რა სირთულეებს შეხვდი? პირველ რიგში ალკოჰოლის დალევა არ შემოძლო, იმიტომ რომ 21 წლის ქვემოთ არის.
არ ხურობ არსო. არსო. ხო, ანუ იქ სხვათა შორის 21 წლის ქვემოთ ითვლები არასრულწლოვნად, იმიტომ რომ 21 წლის შეგიძლია ბარში და ასე შემდეგ. 20 წლის ვერ შეხო? ვა. ხო, ნუ სირთულეები ხა ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამერიკა მარტო ჩავედი, ცხოვრობდი თავიდან ლოს-ანჯელესში და ნუ მიწევდა ეს ფიზიკურად მუშაობა, რამოდენიმე სამსახური ერთად თან ვარჯიში, მაგრამ MMA დავიწყე სხვათა შორის ამერიკაში რა. აქ საქართველოში უფრო იუთუბერი ვიყავი და ძიუდოს ჭიდაობდი 7-8 წელი დაახლოებით, თავისი ქართული ჭიდაობები, სამბოც მიჭიდავია და ანუ გამოცდილება მქონდა. გასაგებია. MMA დავიწყე ამერიკაში და მოვაყოლებ ბარემ ამ ისტორიას, რატომ დავიწყე MMA. რა მოვაყოლე? მოკლედ მუშაობ რა, ანუ ამერიკა მოგეხსენებათ, მუშაობა აუცილებელია. ვერ გაიტან ისე თავს და მუშაობდი, ანუ დავიწყე მუშაობა ღამის კლუბის დაცვაში. ღამის კლუბის დაცვაში, მოკლედ, ესეთი ისტორია, სხვათა შორის, ბევრმა არ იცის და ალბათ წარმატებას რომ მივაღწევ და UFC-ში რომ ხდები, ეს იქნება ჩემი ის მიზანი, რატომ დავიწყე, აი ამას მოვყვები ხოლმე და აქ ვიტყვი პირველი. დავიწყე მოკლედ და როგორ ამიყვანეს ჯერ სამსახურში მოკლედ რა. ქართველი ვარ თქო, უთქვი ესე დაცვის უფროსთან და ეგრევე მერაბ დვალიშვილიო, იციო, მერაბი ჯერ მაშინ UFC-ში იყო, პიოტრიანი იყავდა, ახალი დამარცხებული და მეთქი, როგორ არ ვიცი, ქართველი ვარ მეც თქო რაღაცა და დაცვის უფროსი იყო, ყოფილი MMA-ის მებრძოლი. ვა. და ანუ მეთქი ძიუდოისტი ვარ თქო რაღაცა და ამიყვანა სამსახურში. მოკლედ პირველი ღამეა ამ დაცვის კლუბში მუშაობ ლოს-ანჯელესში და მომივიდა ჩხუბი ასე რომ ვთქვათ. ხო და ოღონდ როგორი რაღაცაა რა ეს ისტორია გადაობა. მოკლედ ეს დაცვის თანამშრომელი რა ვიღაცა იყო, ნუ ძალიან ასო მდგომარეობაში, იქ რაღაცებს აწუხებდა ხალხს ასე რომ ვთქვათ და ნუ ფიზიკური იმით გაიყვანა ამ დაცვის თანამშრომელმა. აი გელაკორძაძე როგორც იქცევა ხოლმე რო დათვრება. გვაწუხებს ყველას, ხო გვაწუხებს ბიჭებო ყველას. ხო. გაიყვანა მოკლედ ფიზიკურად რა, აი ცოტა წაეჯიკავა და გადააგდო მოკლედ ეს კაცი რა და უცბად მე ვარ საერთოდ დაცვამ გადააგდო? ხო, ეს თვალის და მე ხა მეც დაცვა ვარ და მეც იქ დგავარ, მეთქი მივეხმარო, თან ვერ ვეხმარები, ანუ პირველად ვარ ცხოვრებაში დაცვაში არ მიმუშავია და არიცი როგორ მოიქცე უცებ. და ამან აი ესე, აი დიდი ტიპი იყო, აი გადააგდო და შევიდა შიგნით რა და მე ესე დავდექი ეს ჩემთვის რა და ეს თვალი აი ესე წამოდგა რა და გამომხედა და ესე გააკეთა რა და მე არ ყოფილი ვარ ვაფშე რა გინდა რა. გამოიქანა დამიშვა მოკლედ რა ეს მუშტების ქნევა, ეხა მე არ ვიცი ჩხუბი რა, ანუ ძიუდოისტი ვიყავი, მოჭიდავება რა. ნუ წავეკინკლავე რაღაცა, წავაქციე და ანუ წესიურად დახჭობაც არ ვიცოდი ეს ტექნიკა და აი პროსტა ესე დავიჭირე უკნიდან და ვეუბნები რომ მეთქი ინგლისურად go home წადი რა სახში, ანუ რაღაცა არ მინდა რომ ვატკინო და რაღაცებს ფართხალებს და ნუ ცოტა დაწყნარდა რა და ეს ხელი გავუშვი, კაროჩე და მიკმინა ეგრევე ამ ხელში რა. ბიცეპსში ჩამწვდა. გაუგიშდი მოკლედ რა და სუარესი ხო არ იყო ლუის. ხო და ანუ აქვე მინდა რომ განახო ფოტო. ხო. აი ესე მიკმინეს მოკლედ. ბიჭო რა. პიტბული იყო დო რა. აი ესე მიკმინეს. ეს მე გავადიდოთ და ვანახოთ რა. მაგ ღამეს წავედი და ავიცერი სხვათა შორის და აცრილი ვარ მეგობრებო, სამომავლოდ რავი, ვინმე თუ ჩემ კმენას გადაწყვეტს, აცრილი ვარ, იმედია კაცი აღარ მიკმენს, მაგრამ მაინც. ხო და მოკლედ რა და ხო გამოვარდნენ ეს დაცვის ბიჭები რაღაცა რა და ანუ ასე რომ ვთქვათ, უფრო თავდაცვითი ის მოსული თემა ამერიკაში, ეხა თავდაცვა და დაჟე მითხრეს ამ ჩემმა დაცვის უფროსმა, რომ ანუ ვინმე თუ ესე რაღაცას გაზიანებსო, თავის დაცვა უნდა იცოდეო რა, ეხა შენ შეგეძლო ჩვეულებრივად თავი დაგეცვაო რა, ანუ რატო აკბენინე რაღაცა და მოკლედ ამ დაცვის თანამშრომელმა წამიყვანა თავის დარბაზში და მაქედან დავიწყე MMA-ზე ვარჯიში, რომ ხო, რომ მოკლედ თუ ვინმე იქ ჩხუბი დამიწყო, მარტო იმის იმედზე არ ვიყო რა. ესე ყველაფერი დაიწყო კბენით. კბენით დაიწყო ყველაფერი, კი. ერთად ვარჯიშობ ჩემ და მერაბი დვალიშვილი, კონტენტზე ეხმარები ხოლმე. საერთოდ როგორ მოხდა თქვენი გადაკვეთა? ანუ იცნობდი მანამდე თუ იქ ამერიკაში გაიცანდი და პირადად არ ვიცნობდი. ლოს-ანჯელესი არის, ანუ მერაბი ცხოვრობს ლას-ვეგასში და არის 4 საათის გზა და ანუ როგორც ვიცი, მაგ პერიოდში სეხუდოს ბრძოლამდე მერაბი ეძებდა, ну დამხმარე კონტენტ კრეატორს და მიწერილი მქონდა მე ნახა ჩემი მესიჯი კაკრას და ეს ძალიან მარტივად მოხდა ჩვენი გადაკვეთა 4 საათის გზაზე წავედი და დავრჩი იმის მერე იქით მოკლედ და ვეხმარები რა. დარჩი.
შენი ვიდეო ძალიან მომეწონა, ის ბიჭი რო ავტობუსს ახტება. ხო, ეგ ჩემი გადაღებულია. მაგ ამბავზე რომ მოგვიყე რა, ეგ ამბავი ძალიან მაინტერესებს როგორ გამიჩნდა. ეს ვიდეო დავდე ჩემს Instagram story-ზე რა. ხო და მე მალევე წავშალე, იმიტომ რომ რაღაცა ვნახე რომ გვერდმა გადაიღო ერთ-ერთმა სოციმედიამ რა და თან გამიტყდა მეთქი ხა რავი ამ ბიჭთანაც რავი იქებს სულ არ უნდა და გამოჩენვიყო რაღაცა და უღებდი მოკლედ და ხო შემოახტა რა და მე ჩადი ბიჭო მეუნები აქედან ამოვალ ძმურად რა ერთ ფოტოს გადავიღე მეთქი ჩადი მეთქი გეხვეწები რაღაცა ნუ მე კიდე კაი ავტობუსმა გააჩერა ჩავიდა და ანუ ისე მოხდა რომ ეს მოედო ინტერნეტს ეს ვიდეო რა ESPN-მა და მთელმა ამერიკულმა იმეება დადეს დაჟე და რავი თუ უყურებს ეს ადამიანი ბოდის გიხდისბაო შეთქვევით გამოგაჭენე ინტერნეტში. მერაბთან ისე იდეებზე მუშაობა მარტივია, ხო? ანუ ძალიან დამყოლია. რო უთხრა ეხლა 100 სართულიან კორპუსზე აცოცდიო, აცოცდება მე. რაღაცა ესეთი წარმოდგენა მაქვს თქვენ ურთიერთობაში. სხვათა შორის მერაბთან მუშაობთ მე, ასევე არის ვატო ღვინჯელია, ჩვენი მეგობარი და თვითონ მერაბი რა, ვინც ამ კონტენტზე მუშაობთ. და ეს იდეები ძალიან ბევრი გიჟური იდეა მე დაახლოებით მერაბ შევუერთდი როგორც თქვი სეხუდოს ბრძოლამდე აი მაქედან მოყოლებული აი რავი მუშაობ ძალიან მაგრა ვტვირთავ სოციმედიას ეს გადაობა ვიდეოები ის და ძალიან ბევრი იდეა და უმეტესობა იდეა ვიტყოდი რომ მერაბის გამოდის თვითონ იფიქრებს აი ეს ახტომები აძრობების თვითონ ზრება ჩვენ აქეთ პირიქით ზაჟე 1-2 ვიდეოში ჩემი ხვების მერაბ ჩამოდი გთხოვ რაღაცა ეს ომალის ორეულის იდეა შენი იყო? ომალის ორეულის იდეა ესე წამოვიდა რომ როგორც ვახსენე ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი და ამ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი ამ ომალის ორეულთან ერთად საბაქვია ჩემი მეგობარი ამერიკაში ერთად წავედით ხო და გამხდარი აი ესეთი ვიზუალის ტიპია და სეხუდოს ბრძოლის შემდეგ მერაბს ქონა after party და ნუ საბა მოვიდა და საბამ როგორც ფანმა გადაიღო მერაბთან ფოტო face off-ზე დადგა რა. ხო. რო შევხედე რაღაცა მეთქი რაღაცა ვერ არის აქ მოკლედ რა და მომივიდა ესეთი იდეა რომ აი ესე შევფუთოთ ომალივით და რაღაცა გადაობა ვიდეოები გადავიღოთ რა და თავიდან ვერ ვამსგავსებდით რა და ზუსტად მახსოვს მერაბს ვაჩვენე ანუ საბას ფოტო ეს ჩემიც მაკაცის ოღონ ფოტოშოპით გავაკეთე ეს პარიკი დავაფარე წვერი შევუსწორე და აი მე რო შევახედე გავსო რა ვცადოთ და ნუ წავიყვანე ეხა საპარიკმახეროში ასე რომ ვთქვათ ნუ ეს წვერი შევუთხელეთ ომალისავით დავუსვით ვიყიდეთ რაღაც პარიკები მოკლედ და გამოვაწყვეთ რა მივედით სახში მოკლედ მერაბთან მერაბი არ იყო სახში და ნუ ვატო იმყოფებოდა რომელიც ეს გვეხმარება ასევე მერაბის სოციმედიაზე და ეს ვატო არის ახალგაღვიძებული და ვუკაკუნებ ოთახზე და გამოდის ესე და საბა არის შონომალივით გამოწყობილი და შოქშია კაროჩე ეს რა ხდებაო რა ხო და მოკლედ გადავწყვიტეთ მერაბის ასე ვთქვათ გაფრენქვა რა გაღადავება გვინდოდა და მერაბი იყო რაღაც ქართულ შეკრებაზე ანუ სხვათა შორის ძალიან ცოტა ხალხია ლას-ვეგასში ქართველები, მაგრამ რაღაც 50 კაცამდე და სულ ვაწყობთ ხოლმე რაღაცა ბარბეკიუ რაღაცა რა და მანდიყო მოკლედ და მივაკითხეთ საბა არის ჩაცმული ომალივით და აი უეჭველი ვიცით რომ რაღაც მოხდება რა, იმიტომ რომ ეგ ის პერიოდი აი მერაბი რომ ტიტულზე ბრძოლას ელოდება და მოკლედ რა ერთი ამბებია და რომ მივედით და ეგრევე ისე დაემთხვა რაღაც შესასვლელში მერაბი იდგა და საბა ადებს ესე ხელს რა და თან ანუ გაბარიტები ძალიან ერთ-ერთია რა აი საბა არის ზუსტად ომალის გაბარიტი რა და თან ანუ როგორ ისაა იცი ეს პარიკი დავაფარეთ პარიკზე ზემოდან კეპი და სათვალე უკეთია რა და ამ ძალიან რეალურს გავს რა და მერაბი რო შემოტრიალ და ეგრევე ღვიძლში გაუქანა საბა მოსვა ძირს კაროჩი ხოდა ეგ ისტორია საბასაც ძალიან ისე დარჩა. მოკლედ პირველი გადაკვეთა რა. პირველი შეხვედრა მერაბ თვალიშვილთან. ღვიძლში მორტყმული მუშტით. მე უკვე ლას-ვეგასში ჩამოდიოდა ხოლმე ლოს-ანჯელესიდან და ვიღებდით ძალიან მაგარ ვიდეოებს. ეცოდინება ხალხს ეს გიჟური ვიდეოები. MMA-ში ახლა შენს კარიერაზეც რო ვისაუბროთ რა. ერთ კვირაში 2 ბრძოლა ქონდაო მითხრეს. უფრო კარგად რომ მოგვიყვე, ანუ რა ბრძოლები იყო, როგორ დაასრულე. ნუ მოკლედ რაც მერაბთან გადავედი იქ სინდიკატში და ეს პროფესიონალებში დავიწყე ვარჯიში ძალიან კაი ვარჯიშებია და ანუ ვიგზენი ეს განვითარება რა ძალიან და
მინდოდა მეც ჩხუბი რა თქმა უნდა და ძალიან მიჭირდა ვერ ვნახულობდი მოწინააღმდეგეს რა ანუ უკვე მართლა ამერიკაში ისეთი სახელი გვაქვს ქართველებს რომ აი სადღაც დაღესტანელები უკვე რა მართლა ეშინიათ რა ჩვენი ასე რო ვთქვათ რა ანუ თან მედო რაღაცა ჩემი ჭიდაობის ვიდეოები გამოდიოდი ჯიუჯიტსუს შეჯიბრებზე იქ რაც იყო ჭიდაობები მოკლედ და ვიგებდი რა ამ შეჯიბრებს და არ მეჩხუბებოდა არავინ ხო და ისე მოხდა რომ ნუ ერთი ჩხუბი მომიძებნეს სან-დიეგოში კალიფორნიაში 6 საათი ვიმგზავრე წავედი მოვიგე მეორე დღეს ანუ კიდე მინდოდა დატვირთვა და უტრამოდ ჩაიარა და მეორე დღეს წავედი ლოს-ანჯელესში ვიჭიდავე ჯიუჯიტსუს შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატი იყო მანდაც ბრინჯაო ავიღე სხვათა შორის ვა ყოჩახშენ ნახევარფინალენი სამწუხარო დავმარცხე მაგრამ ბრინჯაო ავიღე და მე იქიდან რომ სახლისკენ დავბრუნდი მირეკავდნენ რომ კიდე მეორე ჩხუბი არის ეგეც ავიღე რა თქმა უნდა და ისე გამოვიდა რომ 23 მაისს ვიჩხუბე პირველი ჩხუბი 24 მაისს ჭიდაობა ვიჭიდავე და 31-ში ვიჩხუბე მეორე ჩხუბი ის მეორე ჩხუბიც მოიგე. მეორე ჩხუბიც მოვიგე და მეორე დღეს რო დავბრუნდი კვირა დაემთხვა შაბათს ვიჩხუბე და კვირას ესეთი წესი გვაქვს რომ მერაბის გუნდი დავრბივართ არ ვისვენებთ და მაგის გაცდენაც არ მომიწია მთაზე ვირბინეთ მოკლედ ქართულმა ძალიან მაგარია. ზოგადად აი შენი შანსები რო შეაფასო რა სამომავლოდ UFC-ში. აი შენი კარიერისთვის ყველა მონაცემი გაქვს აბსოლუტურად და აი როგორ შეაფასებდი? ალბათ ასე ვიტყოდი რომ დაახლოებით 2 წელში უნდა მქონდეს პრეტენზია UFC-ზე, რადგან ეხლა ვაპირებ წლის ბოლომდე კიდე ერთი ჩხუბის ჩატარებას და ვიჩხუბებ ქამარზე, ესეთი ორგანიზაციის ქამარზე, პრესტიჟის ერთ-ერთი ორგანიზაციის ხო? ხო. და აი შემდეგი წლიდან ყველა გამარჯვება იქნება თითოეული ნაბიჯი UFC-სკენ რა. მე მაქვს რა თქმა უნდა ჩემი პლუსები, იმიტომ რომ ლას-ვეგასში ვცხოვრობ, უკვე ამერიკის საბუთებიც მაქვს, ასე რომ ვთქვა, ამერიკაში ვცხოვრობ და ანუ ეს ძალიან დიდი პლუსია, გჭირდება აუცილებლად საბუთები რომ მოხდე UFC-ში. ეს ძალიან ბევრი სპორტსმენისთვის პრობლემა იქ ვიზის აღება რაღაცეები და ანუ მე რახან უკვე იქ ვარ. ანუ ეს სამუშაო ვიზა უნდა იყოს. სამუშაო ვიზა გჭირდება რაღაცა და ანუ ძალიან რთულია ამის მოპოვება, ძალიან ბევრი მებრძოლები საქართველოში ეხა ამას ელოდებიან და პროცესია ასეთი. მე უკვე ეს პროცესი გავლილი მაქვს. ეხლა მჭირდება მხოლოდ მოგებები, ასაკით 23 წლის ვარ, რაც ახალგაზრდად ითვლება ანუ მისთვის და რავი შევაფასებდი ასე რომ 2 წელში უკვე უნდა გავიდე UFC-ში. ძალიან მაგარია. ახლა მოდი UFC-ს რეიტინგში პირველ მებრძოლზე ვისაუბროთ. ილია ჩვენი არანორმალური, კარგი გაგებით არანორმალური ბიჭი, ჩვენი საამაყო კაცი ილია თოფურია. რა სიტყვი მქონია შეხვედრა და გადაკვეთის წერტილები? ილიას და ალექსანდრეს პირველად შევხვდი UFC PI-ში, ეს UFC PI არის ლას-ვეგასში. ეს არის დარბაზი, სადაც არის ოქტაგონი, ფიტნეს დარბაზი, კაფეტერია და UFC მებრძოლებისთვის არის. სულ სოფლიოში არის სამგან, შანხაიში, მექსიკოში და აქ ლას-ვეგასში და ჩამოდის ხოლმე ილია და ჩხუბებზე მანდ ემზადება UFC PI-ში, დარბაზიც არის. და მან ნახე ვოლკანოვსკისთან შეხვედრის წინ გავიცანი და რავი ძალიან მაგარი ადამიანია მართლა. ალექსანდრეც მოხვდა ეხა UFC-ში გეცოდინებათ და ალექსანდრესაც დიდი მომავალი აქვს და ილიამ ხო ეხა რავი დაიპყრო UFC უკვე რა. მაგარია. ეს რეიტინგი რო გამოქვეყნდა ეხა კი ვახსენებ თქვით ერთხელ ეს შუაში ეს მახაჩევი არის ცუდად გაჭხერილი და რომელიღაცას ვაცემინოთ გეხვეწებდი და ან შენცემე რა. სხვათა შორის მახაჩევის წონაში ვარ 70 კილოში ვარ. მით უმეტეს რა, მით უმეტეს. კარგი, ილია რადგან ვახსენეთ მართლა უმაგრესი კაცი. რას ფიქრობ გახდება პირველი მებრძოლი ისტორიაში 3 კამრით? სხვადასხვა თუ მიცა UFC-მ ეგ შანსი რადგან არ ყოფილა, არავის არ უჩხუბია 3 წონის კამრით. ხო. ჩემი აზრით გახდება 77-მეშიც უნდა გაეკიდოს მახაჩევს და მოუგოს. ნუ აეკიდოს და მოუგოს. იცი რაზე მინდა კიდევ ვისაუბროთ, აი მერაბი რო ქართველების არც ერთ ჩხუბს არ მაზავს რა, სადაც არ უნდა იყოს. საერთოდ მერაბის დამოკიდებულება და მიდგომა ზოგადად თავისი ქვეყნისადმი, თავისი თანამემამულეებისადმი, განსაკუთრებით მებრძოლების მიმართ, აი როგორ ეხმარება, კი ვიცით რაღაცეები, მაგრამ ახლა შენ ჩვენზე მეტი იცი, რა თქმა უნდა და ეს რომ მოგვიყვე რა. რავი, აი ყველას გვერდში უდგას თქვენს როგორც ხედავთ, ეხა ხალხმა იცის დარწმუნებული ვარ, დადის
და არა მარტო ესე ილიას ჭუბზე და ისე ანუ სხვა მებრძოლებიც ყავს ჩვენ ლას-ვეგასში არიან ალეკო საღლიანი პროფესიონალი მებრძოლია, ლევან ჩოხელი, ზვიად ლაზიშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ყველა არიან ძალიან მაგარი მებრძოლები. შენი აზრით შემდეგი რომელი იქნება UFC-ში, ხო? მაგასაც ვიტყვი და ანუ ყველას ბრძოლებზე დადის, დაჟე ეხა მე რომ მეორე ბრძოლა მქონდა, როგორც ვთქვი 31 მაისს ვიბრძოდი და 7-ში უწევდა ჭუბი მერაბს. ომალისთან და წონის კლება ქონდა დაწყებული და აი აიტეხა რომ უნდა წამოვიდე შენ ჭუბზეო რა და წონის კლება მოგეხსენებათ ძალიან რთულია და ანუ ვეუბნებოდი მეთქი არ გინდა მე რა მაინც დაისვენე რაღაც არაო მოვდივარო და ანუ ჩემ ბრძოლაზეც იყო მოკლედ და რავი ძალიან გორჩიგომი რა და რაც შეეხება მომავალ UFC მებრძოლებს რავი დავასახელებ აქვე რომ აი დღე-დღეზე რომ უნდა ელოდო ესეთები არიან ამირან გოგოლაძე, ლევან ჩოხელი და ოთარ ტანზილოვი და აი შემდგომ უკვე ალბათ მოდიან თორნიკე ნაგლიაშვილიც იქნება, სხვათა შორის ჯიუდოისტი იყო ძალიან მაგარი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი წარმატებები აქვს და ნუ ნელ-ნელა უკვე ბევრი ვიქნებით უფრო UFC-ში რა. ძალიან მაგარია, ანუ რაგბისი არ იყოს, UFC-ც ჩვენი თამაშია, ხო შეგვიძლია. შეგვიძლია ასე ვთქვათ. იუთუბერები, სხვათა შორის ძალიან პოპულარულია იუთუბერებში, სხვადასხვა ლიგა, ყველაფრის ლიგას ატარებენ, ანუ ფეხბურთის ლიგა აქვთ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო კლავჭიდის, აგერ რობერტო მავანიმ საერთოდ პოკერის ლიგა გააკეთა და შენი აზრით MMA ლიგა რო გააკეთდეს, MMA ლიგა რო გააკეთდეს, ხო? ანუ არ იქნება მაგარი, როგორ გონია? მაგარი იქნება, ძალიან ყურებადი იქნება, მაგრამ აი ვინი ჭუბებს მაგაზე არ ვიცი. ხო და აი ხა აი ზუსტად მაგაზე მინდა რომ კითხო, ჩამოგითვლი იუთუბერებს და შენ მითხარი რამდენ ხანში დაანოკაუტებ რა? შენ, ხო? უნდა მითხრა, აი მაგალითად გიორგი კალატოზი რო შეგვხვდეს, რამდენ ხანში დაანოკაუტებ? გიორგი მაღალია გამიჭირდება, მაგრამ რავი წესით 30 წამში. 30 წამში. ბოდიში. საეჭო კაცი? საეჭო კაცი გორელია. ჯუდოისტი იყო. სხვათა შორის ჩემ ვიდეოში მყავდა მოწვეული ესე ბოქსის აპარატებს ვურტყავდით რა. და ყველაზე ისე ვურტყავდა და მაგასთან გამიჭირდება. შეიძლება დაჟე გადაწყვეტილებამდე მივიდა. ბასტო ძალიან ნიჭიერია, ხო? ფეხბურთსაც მაგრა თამაშობს. ბასტო უნიჭიერესია. 30 წამი. 30. G2G? G2G. მე ანუ სხვათა შორის ყველას ვიცნობ. ჩემი YouTube-დან ვიდეოები. ხო, მაგიტომ გეკითხები რომ. ცოტა რთულია ესე დანოკაუტებაზე საუბარი. G2G ძლიერია. შტანგას სხვათა შორის 110 კილო აწია შტანგა. რას ლაპარაკობ? ჩემს ვიდეოში, კი. მეორე რაუნდში. მეორე რაუნდში, ხო. მეორე რაუნდში. სოსო around? სოსო 10 წამში. ბოდიში. კრისტიანო რონალდუ? იუთუბერი აბა რა არის? კრისტიანოც კაი ჯანზეა. 3 რაუნდი დამჭირდება. 3 რაუნდი დაგჭირდება. შემდეგი არის ტატო ბაციკაძე. ტატო ბაციკაძე. ტატოს ვერ გავიმეტებ, ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი. მე ძალიან მიყვარს, ხო, მოდი ამოვშალოთ ტატო. ამ სიიდან ტატო ამოვშალოთ. და ბოლოს ჩემ სცენარისტ ვახო ბოლოთაშვილს. ვახო? ხო, რამდენ წამში გათიშავ? ეს კითხვა არ არის, თხოვნაა. რო დავახჩო? დავახჩო. ვახო, დაგახჩობენ შენ. არ გცემენ, უბრალოდ უფრო მარტივია. პითონივით ასე. უფრო მარტივია შენი დახჩობა, ვიდრე ეს მებრძოლს დავხშალი ვიყოლებით არ ახლა. კი ბატონო, 5 ყველაზე ისეთი სიმღერა, რომელიც UFC-ში გამოსვლაზე არ უნდა გამოიყენოს მებრძოლმა. როგორ გონია, აი 5 სიმღერა რა არის შენი აზრით? 5 სიმღერა. მე გამოდივარ სულ ქართულ სიმღერებზე, ხო შორის რა. ძალიან მაგარია მე. კი, ქართულზე გამოსვლა. აი მაგალითად სურამელას სიმღერაზე რო გამოხვიდე. გია სურამელაშვილის სიმღერაზე უნდა გამოხვიდე თუ არა? აი მაგალითად იმაზე გაპატიებ შეცდომებს, რაც გაპატიებ. მოდი არ გვინდა. აი მე უფრო აგრესიული სიმღერები მომწონს კიდე სხვათა შორის, რომ აი რო გინდა რომ განწყობა შეგიქმნას, ხო? სურამელაშვილი არ გვინდა, ხო?
იცი რა მაინტერესებს? ისე ახლა მერაბზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აი ზოგადად ისე ბრაზდება ხოლმე? რამეზე გეჩხუბებათ ხოლმე, რომ აი ეს არ გვინდა მოდი ეს ასე გავაკეთოთ. ან რო ჩაერიოს შენ რეჟიმში აუშვათ ამას ნუჭამ, იმას ნუჭამ, ირბინე ივარჯიშე. არა. ეგრე არ არის, просто აი როგორც თქვი, კვირა დღეს გვაქვს ხოლმე ეს ჩვენი ვარჯიშები, სადაც საერთო ვარჯიშებს ვაწყობთ, გავდივართ ლას-ვეგასიდან, აი ესე დაახლოებით საათნახევის გზაზე არის ძალიან კაი სარბენი მთები და მანდ დაგვარბენინებს ხოლმე. და და სხვათა შორის, ანუ ერთ იმას გავიხსენებ, რომ ხო, ანუ ის გვაქვს რა, ანუ საერთო ჩათი გვაქვს სასაუბრო ის. ხო. ამ ჩათს აწერია, მოკლედ, ჩემს საპატივცემულოდ, ვინ დააწერა, არ ვიცი, ლიმონკა აწერია, მოკლედ, მე მეღადავებია როგორც ჩანს. ხო და ანუ ერთ დღეს მახსოვს, ანუ ეს ბოლო პერიოდს იყო, ლას-ვეგასში ჩამოსული ამირან გოგოლაძე, ოთარ ტანზილოვი. ასევე არის ებრაელი ქართველია სტავკორენი, ეგეც 7-0-ზეა დაუმარცხებელი, ელოდება UFC კონტრაქტს და ძალიან ბევრი ვიყავით ერთი პერიოდი რა და ну სულ გავდიოდით რაღაცა ან რაღაც ყავის დასალევად ესე და ну მერაბი ეხა სულ რეჟიმში ვარჯიშობს და ну ჩვენ ეხა გავედით მოკლედ და სადაც იქ ყავის დასალევად გავედით, შევედით კინოთეატრში. ვუყურებდით ეს 7 კაცი ვიჯექით კინოთეატრში, პოპკორნები, კოკაკოლები და კაკრას ამ ჩატში მერაბი აგზავნის ეს ცნობილი პირა ენდრიუ ტეიტი რა, რაღაცა ვიდეოებს იღებს, სულ სამოტივაციო ლაპარაკს და მერაბი აგდებს ამ ენდრიუ ტეიტის ვიდეოს და ეს ენდრიუ ტეიტი ღრიალებს ამ ვიდეოში, რომ კინოში არ უნდა იარო, რა კინო, დაუთმეო დრო, ვარჯიშო, ცხოვრებას, რაღაცა, მაინდამაინც კინოზე იყო საუბარი და ამ დროს ჩვენ ყველა კინოში ვართ რა. აუდექი მოკლედ და ეს სელფი გაუგზავნე ამ საერთო ჩატში. 7 კაცი ვართ კინოში მოკლედ რა და მალადეს ბიძია მოიწერა. და მოკლედ ისე უნდა კითხო აუცილებლად ნინა დრამაზეც უნდა კითხო. მოეწონა საქართველოს, ჩამოვა კიდე როგორ გონია? კი, სხვათა შორის. დახვედრა როგორ მოეწონა აქაურობა? დახვედრაზე ცოტა არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან სიგიჟე იყო აეროპორტში. მაგრამ ძალიან მოეწონა, ვანახეთ რეგიონები ყავდა ზუგდიდში ყავდა. აჰა, ძალიან მაგარია. და ანუ სხვადასხვა ადგილებში, მარტვილის კანიონზეც ყავდა. რავი, ძალიან ბევრი კაი ადგილები ვაჩვენეთ. ჩვენი ქართული სუფრა მოეწონა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სავიზიტო ბარათია. კი, და ცეკვები მოეწონა ძალიან. ესეც სავიზიტო ბარათია. ვესტუმრეთ და სუფიშვილები მოაჰა. კი, და რავი, ჰაი კლასია, რას ლაპარაკობ. მოეწონა და გეგმავს რომ კიდე ჩამოვიდეს, ოღონდ ამჯერად უფრო მეტი ვიდეოები რო გადაიღოს საქართველოზე, რადგან თვითონაც იღებდა ამ ვიდეოებს და როგორც ვიცი ძალიან მაგარი ისტადო შედეგი რა ეს ნახვები რა. ჯონ ვუდიც იყო ჩამოსული მწვრთნელი. ჯონ ვუდი ყანწი მართლა დალია? და ჯონ ვუდია კაცვარიცი. ჯონ ვუდმა ყანწი დალია და რავი, ორი ყანწი დალია და მე კიდე კეიფობდა ჯონ ვუდი. მაგარი მსმელი ყოფილა მეც არ ვედი სხვათა შორის. კაი, ყანწი დალია, ხო? დალია. თან ვიდეოს გარეთაც დალია. მე და ისეც ბაგრასვა მოკლედ. ძალიან მაგარია. ბოლოსკენ კითხავ, რომ რაღაცა ეს ამერიკის ჰაერი გვიხდება ჩვენ ქართველებს თუ როგორ არის. ლევან საგინაშვილი ჩავიდა და 5-0 მოიგო. კვარა ჩასულია და აგერ მესის მოუგო 4-0. აგერ ილია თოფურია, აგერ მერაბ დვალიშვილი. რა ხდება რა, რაღაცა ჰაერია ისეთი, რომ ჩვენზე მოქმედებს. ამერიკის ჰაერი კი არა, ქართული ჰაერია, რამაც ესე დაგვაყენა და ანუ აქედან წასული ქართული ჰაერი. აი, ძალიან მაგარი პასუხი მივიღე. მოკლედ ჩემს კითხვაზე ლაშა მესხი დინამიტი იყო ჩემი სტუმარი და შემდეგი მოსვლა უკვე UFC-ს ქამრით. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.